ქართველებს გვიყვარს კამათი. ამიტომ ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია გავიყოთ 2013 და ერთმანეთს ვეკამათოთ და ღვინოც არ არის გამონაკლისი. საერთოდ რაც გიყვარს, იმაზე კამათი უფრო ცხარე და უფრო ისეთია ცხოველი. ერთი ძირითადი რომ ევროპული წესი თუ ჭაჭაზე დაყენებული, რომელი ჯობია, მეორე ძირითადი დასავლეთის ღვინო თუ ქართლის ღვინო, იმერული თუ კახური. ყოველთვის თამაშგარე მდგომარეობაში იყო ერთი საქართველოს მხარე, რომლის ღვინოზეც არავინ არასოდეს არ კამათობდა და ეს არის რაჭა. ეს არის რაღაცა ზღაპრული ღვინო, რომელსაც ყველა აღიარებდა და იქ კამათი წყდებოდა. ეხლაც მე რაჭველი მეზობელი მყავდა. იმის ჩამოტანილი ღვინო საჩუქრად, ეხა ის რო ერთ ბოთლს გაჩუქებს, ის მე რო ჩამოვიტან სოფლიდან 20 ლიტრიანს ვაჩუქებ, უფრო ძვირფასია. ამიტომ რაჭული ღვინო ყოველთვის რაღაცა დომინაცია ქონდა ამ ღვინოებში ჩვენთვის. ეხა მაშინ ჩვენ ფრანგული და რაღაცა ესპანური და ჩილეს ღვინოები არ ვიცოდით. ეხლა რო შემოვიდა ეხაც რაჭული მირჩევნია მე თუ მგითხავ, მაგრამ მაშინ ეს იყო ყველაზე მაგარი ღვინო, რაც საქართველოში შეგეძლო დაგელია. დღესაც ესეა. რა ხმა აქვს? კარგი ფერია. კაკაბა მომცა ეხლა. სხვა შორის დაფასებაც აქვს საქართველოში ამ საქმეს, რასაც ღვინის წარმოება დაწურვა ქვია. ჩემ სიმამრსაც უყვარდა ძალიან ღვინო და ყოველთვის წურავდით. თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, კახეთში მივიდოდით და მოგქონდა უძენი თბილისში წურავდით და ძალიან კაი ღვინოს აყენებდა ჩემი სიმამრე. და ერთხელაც ესე ვარ წასული ერთ წასვლაზე და რაღაცა დაარღვია ჩემმა სიმამრემ, ეხლა იქით იშვიათად ხარ და არ იცი ეს წესები და გაგვაჩერეს. გავჩერდით, მოვიდა პატრული, თქვენი საბუთები გამოართვა, ჩახედა. ბატონო შოთა, ვარ ღვევთ? მე გამოიხედა და მე დამინახა და მიცნო ეთყობა, ესე შემოუვარა მანქანას. მოვიდა ჩემთან და რო ჩაიხედა, დაინახა, რომ უკან ესე 500 კილო ყურძენი მოქონა თუ მეტი არა. ყურძენი დაინახა და მეუბნა, ბატონო დავით, წურავთ? და მეუთხარი, ვარ ღვევთ და ვწურავთ. კარგით. დაუბრუნა შოთა საბუთები და სხვა დროს წურეთ, ოღონ ნუ დაარღვევთ. გითხრა და წამოდით და მაშინაკ აღარ ვარ ღვევთ და უბრალოდ წურავთ. მამაჩემ მეუბნებოდა, რომ არსად სადაც მიხვალო ღვინოს, რომ შემოიტანენო, არ თქვა ღვინოზე, რომ კარგი არ არისო რა. მაგარ ჯობიაო, აგინო ყველასო, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა, რაც იმათ აქვთ და ესეთი ამბავი მომიყვა. კაცი მივიდა ვიღაცასთან სტუმრად და მას პინძელი, მისი მეგობარი მამაკაცი არ იყო სახლში და მისმა მეუღლემ რაღაცა პატარა სუფრა შეაკოწიცა და ღვინო გამოიტანა და დაუსხა. და სანამ მოვაო, მოდიო, მანამდე შენ ერთი-ორი ჭიქადალიო რაღაცა წაიხებსო. ამან დალოცა ოჯახი, გადაკრა ეს, დაიჭყანა, კიდე დაუსხა იმ მეგობრის მეუღლემ, კიდე რაღაცა დაილოცა, გადაკრა კიდე უფრო დაიჭყანა, მესამე, მეოთხე და ამასობაში ოჯახის მასპინძელიც დაბრუნდა და გახარებული რა კარგია რომ მოხვედიო თვითონაც დაიჭდა, ეს ბოთლი აიღო, უსუნა, უიო, ეს რა ძმარი დაგიდვიათა სუფრაზე, მოდი ღვინო მოიტანე. წარმოიდგინე, ხუთი ჭიქა ძმარი დალია და არ თქვა, რომ თქვენი ღვინო აწმარდაო, წარმოიდგენია, რამხელა ეს არის, აკვია, ამბავია, სტუმრად ხარ იმ ღვინოზე ცუდის თქმა.
აი, ესე გვიყვარს ჩვენ ქართველებს ღვინო. რაზე ვარ დაკვირებული? აი, ჩვენ ხო დაახლოების ბევრი კრიტერიუმი გვაქვს. ერთ-ერთი არის, ჩვენ ერთად გვაქვს დალეული. ანუ ადამიანს თუ დიდხანს იცნობ და იმასთან ერთად არ დაგილევია, აი პირველად რომ დაждები და ჭიქას აწე, მიტყვი რომ აი ჩვენ უკვე ერთად გვაქვს დალეული. ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდე უფრო ახალ ეტაპზე გადავიდა. ეხლა აი ჩაწერას მოვრჩებით, ამ ოპერატორებთან მე არ მაქვს არასოდეს დალეული და შვენიერ ღვინოს ჩამოვისხამთ და უკვე თქვენთან ერთადაც მექნება დალეული და თქვენ შეემატებით იმ არმიას, ვისთანაც ესეთი ახლო ურთიერთობა მაქვს. გაგიმარჯოთ.